მოგესალმებით, შევეცდები 5 წუთში ჩავეტიო. თითქოს ითქვა, რომ ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ შეეხება თავდაპირველად ალბათ ყოველ შემთხვევაში ეს რეფორმა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, შეეხება ყველა უნივერსიტეტს, კერძოსაც და სახელმწიფოსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში, ისევე როგორც კონსერვატორიის შემთხვევაში და თეატრალური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ძალიან რთულია ბაზრის მონაცემების მიხედვით მსჯელობა რა რაოდენობის კონტინგენტი უნდა მივიღოთ. ეს არის რთული, იმიტომ რომ ახლა რომელიღაცა გენიოსი ერთი რო გაჩნდეს, შეიძლება 100 სტუდენტმა საშუალოზე მეტმაც და საშუალო მონაცემებისამაც უნდა გაიაროს ეს კურსი. მაგრამ საბოლოო ჯამში, აი ჩვენ ბაზრის კვლევას როდესაც ვატარებთ, აღმოჩნდა რომ ჩვენი სპეციალობით ახლა სხვა უნივერსიტეტებზე, სახელოვნებოებზე ვერ ვიტყვი, ჩვენი სპეციალობით საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს ჩვენ სპეციალობებზე. მათ შორის ციფრული მედია გვაქვს, არქიტექტურა და ასე შემდეგ და აქ იყო საუბარი, რომ სხვაგანაც არის ეს ფაკულტეტები და რა თქმა უნდა, როგორც კი დადგება საკითხი, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ჩვენთანაც დადგება იგივე პრობლემა. ამდენად ის რომ დაგვამშვიდეს, რომ თქვენ არ შეგეხებათო, ეს მგონია, რომ არ არის სწორი და აქედანვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ საერთო პროცესში ჩვენც ვიყოთ ჩართულები. ახლა რაც შეეხება იმას, აქ ითქვა ამ რეფორმის შედეგებზე, უარყოფით საშინელ შედეგებზე. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენ თავს უპრიანია დაუსვათ შეკითხვა, რომ ეს შედეგები, მათი მიზნები ხომ არ არის და არის ნამდვილად. სწორედაც ეს არის მათი მიზანი, რაზეც ახლა აქ ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს. იქნება ეს შენობების გაყიდვასთან დაკავშირებით, იქნება ეს აბიტურიენტების 12 წლიანი პროგრამის საშუალო განათლების 11-ად გადაკეთების, იქნება ეს ვთქვათ, კონტინგენტის შემცირებასთან დაკავშირებული სტუდენტების თუ სხვა პრობლემები. ეს ყველაფერი არის მათი მიზანი, იმიტომ რომ უნივერსიტეტები, აქ ითქვა კიდევაც ამის შესახებ, ბევრად უსწრებს წინ ეკონომიკურ მდგომარეობასაც, მოკლედ განათლების სფეროს მოსპობა არის მათი მიზანი. რა შეიძლება დაუპირისპიროთ ამას, ალბათ აი ამ მიზნებს კონკრეტულად. პირველ რიგში ალბათ ისინი ეცდებიან, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში ასე ჩანს, რომ შეიქმნას გარკვეული ქაოსი. რომ ამ ქაოსში ჩვენ მხოლოდ ვიმსჯელოთ და რაღაც კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგათ. ეს, რა თქმა უნდა, მსჯელობა და გარკვეული დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის გაცნობა არის აუცილებელი, მაგრამ აუცილებელი ასევე განისაზღვროს ის ბენეფიციარები, ის ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ეს კონკრეტულად შეეხება, მაგალითად, წლევანდელი აბიტურიენტები, მომავალი აბიტურიენტები და მათი მშობლები, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რა პრობლემების წინაშე დადგებიან ცოტა ხნის წინ, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ 12 წლიანი და 11 წლიანი პროგრამის დამთავრების შემთხვევაში დიდი რაოდენობა მოგროვდება სტუდენტების და აბიტურიენტების და მისაღები კონტინგენტი ბაზრის მიხედვით ბაზარს რო შეისწავლიან და შემდეგ დათვლიან სად რამდენი უნდა მიიღონ, ნახევარზე მეტი გარეთ დარჩება, შეიძლება მეოთხედმაც ვერ ჩააბაროს და ვერ მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში და რა ელით მათ შვილებს. აი, მეორე, ეს არის უნივერსიტეტის პროფესურა. მინდა გითხრათ, რომ აი ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრ ადამიანს სხვადასხვა უნივერსიტეტში მომუშავეს, ვისაც აი ამ უკანასკნელი ხნის განმავლობაში ვისთანაც საუბარი მქონდა, თითქოს აი არც აწუხებს ეს პრობლემა. ამიტომ ნებისმიერ უნივერსიტეტში ლექტორებთანაც ალბათ არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი. მე არ ვიცი ამის ორგანიზება როგორ უნდა მოხდეს, ყოველ შემთხვევაში ალბათ ყველა უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს, რომ თავის წიაღში რაღაც გარკვეული ჯგუფი წარმოიქმნას, რომელიც ამაზე ინფორმაციას მიიტანს ლექტორებთან, იმიტომ რომ აღარ გავიმეორებ აქ კოლეგებმა თქვეს რა პრობლემები გაჩნდება და როგორ შემცირდება კონტინგენტი.
გარდა ამისა, რაც შეეხება შენობებს, ესეც ურთულესი საკითხია, ჩვენ მაგალითად ისტორიული შენობა გვაქვს, რომელიც გვაქვს უზურფრუქტით, ეს სახელმწიფოსია და დროებით, ასე ვთქვათ, მმართველობაში გვაქვს გადმოცემული. დიდი ხანი ამ შენობას უკირკიტებენ, უტრიალებენ, ხან ვის უნდოდა წაღება და ხან ვის. მოგეხსენებათ, ეს ისტორიული შენობა, ყაჯარული პერიოდის, უпростоრად ყაჯარული სტილით არის გაფორმებული, გაწყობილი და პირადად მე მართლა ძალიან მეშინია, რომ აი ამ უზურფრუქტის გამო შესაძლებელია და თუ კი მართლა განხორციელდა ეს რეფორმა და თვითონ კონტინგენტი შემცირდა, ახალი შენობა დაგვიტოვონ და ეს ისტორიული შენობა წაიღონ. ისე რომ ვისაც მფლობელობაში აქვს, რომელ უნივერსიტეტსაც თვითონ მფლობელობაში აქვს შენობები, იქ კიდე ცალკე პრობლემები იქნება ალბათ. მოკლედ, საბოლოოდ რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანი ალბათ უნდა იყოს, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს აქ გაჟღერდა, რომელზეც დღეს აქ ვისაუბრეთ, მივიტანოთ ძალიან ფართო წრეებთან საზოგადოების, რადგან ყველას შეეხება აბსოლუტურად, ყველას ყავს ოჯახში შვილები, შვილიშვილები, რომლებიც აბარებენ, ყავთ ლექტორები, პროფესორები ოჯახებში და საბოლოოდ რომც არ ყავდეთ, თქვათ, ამ წუთში არც პროფესორი, არც აბიტურიენტი, არც მოსწავლე, ხომ? საბოლოო ჯამში ყველას შეეხება, რადგან ჩვენი საზოგადოება დაზარალდება აი ამ რეფორმის შედეგად. დიდი მადლობა.